და გამოშვების ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა გუდაურის განვითარების ფონდის თანამშრომლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ჯილდო 9 პიროვნებას გადასცა. პრეზიდენტის თქმით, ისინი 24 საათიან რეჟიმში გაუსაძლისი ყინვების მიუხედავად გუდაურში ახალი საბაგიროსა და ტრასების მშენებლობაზე მუშაობდნენ. გრიგოლ სეთურიძე ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კომპანია მსოფლიოში ამის კეთების. Félicitations. Vous voulez dire quelque chose? Nicolas. Alexandre Kabidze. Iago Chopikashvili. სოსო ასოჯალიშვილი აკაურობის მთავარი ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე მე მინდა და როგორც გითხარით, არის დრო როცა უგულავამ რომელმაც ეშულა თბილისის მერის სახელით გუდაური იქცეთ მის მრავალრიცხოვ შვილთაგანად და ოჯახის წევრად დაისახა ამოცანა რომ ეს პირველი ასეთი კლასის ამ სიგრძის მაღალი დონის საბაგირო გაკეთებულიყო გუდაურში. მრავალი წლის შემდეგ, როცა პრინციპში ცოტა რაღაცები ჩვენ გავაკეთე აქ 3 წლის წინ, მაგრამ პრინციპში გუდაურის დაფუძნების შემდეგ გარღვევა აქ არ მომხდარა. მან გააკეთა არა მხოლოდ საბაგირო, არამედ ქმნის ახალ გუდაურს, რომელიც აქეთ ხარეს ვითარდება და ეს ნიშნავს, რომ მართლაც ძალიან კარგი პერსპექტივი იქნება ადგილობრივებისთვის, აქაურობისთვის თიანთ საქართველოს. მთელი ზამთარი რამდენიმე თანამშრომელი დღე და ღამე მუშაობდა ამ საბაგიროს გასაკეთებლად. იმიტომ ეს იყო ყველა ცივი ზამთარი, როგორც ვიცით, ყველაფერი გაიყიდა და ჩვენ მქონდა ამოცანა დასახული, თქვენ იცით როგორი დაუნდობელი არის მთავრობა ამ საკითხში, ჩვენ რომ ვიძახით, რომ ეს უნდა იყოს მარჩი, ეს უნდა იყოს მარჩი. და იქ სვავი ჩამოწვა, ხარბუქია, ვიღაცას სიცხე მოუწია, სურდო აქვს, ვიღაცას მით უმეტეს ეზარება. ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. დრო ცოტა, გასაკეთებელი ბევრია. საქმე ლაპარაკის ნაცვლად. გუდაურის განვითარების ფონდის თანამშრომლების დაჯილდოების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ახალი საბაგიროთი იმგზავრა კავკასიის მასშტაბით ყველაზე გრძელი გონდოლას სიგრძე, რომელიც გუდაურში გაშენდა 2450 მეტრი ახალ გონდოლაში პრეზიდენტმა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მნიშვნელობაზე და ტურისტების რიცხვის ზრდაზე პირველ ლედისთან და დედაქალაქის მერთან ერთად ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა გუდაურის ახალ ტრასებზე ისრიალა პრეზიდენტმა ტურისტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. შვენც გადავიღოთ. როსაცია მოხდა. აი ამან. ჩქარა. თავარი რაც აქ არის, ეს არის დიდი სტრატეგია. ეს არის ერთხელ გუდაურის განვითარება, პრაქტიკულად მეორე პარალელური გუდაური წარმოიქმნა, დამთავრდა ეს ხაოტური მშენებლობები, როცა უბრალოდ ხარბი ადამიანები დაითრევდნენ რაღაც ადგილს და აშენებდნენ მრავალსართულიანს გეგმის გარეშე, ყველაფრის გარეშე ოღონდ გაიყიდათ. ეს არის საქართველოს ჩვენება, საქართველოს საგანძური, ამიტომ ამას უნდა განსაკუთრებით მოვლა და რაც კი მაიღო მეტყოლების ქვეშ ამას ნამდვილად ხელი დაეწყო და ჩვენ გვაქვს ერთი სტრატეგია. ბაყურიანი
ეს არის ძირითადად ოჯახების ადგილი, ამიტომ იქ უნდა საბავშვო ინფრასტრუქტურა განვითარდეს ბევრად უფრო მაგრად. ფაკულტეტის გარშემო განვითარდეს ინფრასტრუქტურა. რაც ხდება სვანეთში, ესე იგი, როგორც კი ქუთაისის აეროპორტი ამუშავდება და ფოთი უკვე სვანეთს აქვს პერსპექტივა. გზა გავაკეთეთ, ეხლა აეროპორტს ვაკეთებთ. ხაძვალი გაკეთდა მესტიასთან, ეხლა შეიძლება თეთრმურდის კურორტი. უკვე წელს დაიწყება სამუშაო, აუცილებლად გავაკეთებთ უშკულს, აუცილებლად გავაკეთებთ ეწერს და აუცილებლად გავაკეთებთ ჭუპერს. ესე იგი, შუაში იქნება მესტია და გარშემო იქნება თელი რიგი ადგილობრივი კურორტები, ზუსტად ისე როგორც არის შვეიცარიაში ცნობილი კურორტები, ავსტრიაში ცნობილი კურორტები და ძირითადად იმუშავებს მე ვფიქრობ სვანეთი ევროპულ ტურისტებზე. მესტია იმუშავებს, აქაურობა გუდაური იმუშავებს იმაზე, რომ თბილისთან ახლოს არის, ამიტომ აეროპორტი თბილისთან ეს არის უნიკალური სიახლოვე საერთაშორისო დიდი დონის კურორტთან. აჭარაში კეთდება გოდერჩი ასევე საერთაშორისო კურორტი და იქაც ვფიქრობ, რომ გადმოიყვანეს ტურისტებს აბეზობელი ქვეყნებიდან, ესე იგი თურქეთიდან, ესე იგი სომხეთიდან, ესე იგი ეხლა თელი უზარმაზარი ვფიქრობ სტრატეგია. ბახმაროში ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტს ვაშენებთ, ისე როგორც აჭარაში და ეთიორი ახალქალაქში ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი შენდება. საბოლოო ჯამში იქ სადაც ეს სამთის კურორტი შეება, ეს არის რომ ჯერეთი ეს არის ადგილები, სადაც არის ზაფხულის კურორტიც. ესე იგი რეალურად ხალხი გასაგრძობა თელი წელი. იქ სადაც არის სათხილამურო კურორტები, იქ არ არის სიღარიბე, ჩემი დაყურებით ასე ევროპაში. პირიქით ხალხი ცხოვრობს ძალიან დიდროა. და თუ დავუკვირდებით დღეს საჩენდება სათხილამურო კურორტები, ყველაზე მეტი იქ სადაც ყველაზე მეტი სიღარიბეა, ეს მესტია, ყველაზე მეტი გაჭირვებაა და ოპერაციულად ასე იყო, ეს არის მაღალმთიანი აჭარა, ეს არის ახალქალაქის მიმდებარე ადგილები, ეს არის ბახმარო, შესამთიალეთი, ესე იგი, ერთ სიტყვით თავარი ეს ჩვენთვის არის ინსტრუმენტი ასევე გაჭირვების გადალახვის და ბრძოლის. ესავე არის ის, რომ ამდენი ტურისტი რომ შემოვა საქართველოში, ეს არის დამატებითი ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში, თუ ეს ტურისტი შედება თბილისში, კაფეში შედის, სასტუმროში, იქ ასაქმებს ხალხს, უამრავ გზაზე ხარჯავს ფულს. საბოლოო ჯამში საქართველოს სახელი გააქვს უცხოეთში. აი ნახეთ, რამდენი თქვენ ნახეთ, ეგ წერან მოდიოდნენ ჩემთან რუსები, უკრაინელები, ლატვიელები, პოლონელები, დანიელები და საბოლოო ჯამში ეს არის სოციალური პროგრამა, სხვა შორის კრედიტი, რომელიც ფრანგია მოგცეს მაგალითად სვანეთზე, ეს არის სოციალური კრედიტი, არის ძალიან დაბალ პროცენტია, ეს სწორედ იმის გამო, რომ გაითვალისწინეს, რომ იქ არის გარშემო მოსახლეობა, რომელსაც ჭირდება დახმარება და მათი დასაქმებისთვის ეს არის სასიცოცხლო. და სხვა თუ არაფერი კიდე ადრე უზევს ვკლებოდი ხოლმე, რომ უცხოეთში დავდივართ და აი ესეთი რაღაცები მქონდათ ბევრი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ როდის გვექნება უფრო მაგრები გვექნება ბევრად. ესა თეთრმურდი უკვე ზუსტად ხედავ როგორი იქნება თეთრმურდა საერთოდ მესტის გარშემო თეთრმურდი უშგულს ეწევს ჭუბერს ხაძვალი როგორ განვითარდება შემდგომში ბაკურიანის გარშემო როგორ გახდება გაცობა ბახმარი როგორ იქნება სამთის კურორტი ამაზე უცნებაც კი შემოგვიყვანეთ ერთ სიტყვით კარგი საქმე კეთდება და ეს არის მხოლოდ ამ საქმის დასაწყისი და ყველაფერი ეს რაც მოვყევით თან ეს რაღაცის კი არა შორეული პროექტი 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმა 2015 არის ამის საბოლოო და რომ ეს ყველაფერი შევქცევათ ფრაზით. მე ვფიქრობ, რამდენიმე ასეული მილიონი ჩაიდება ჩვენ კურორტებში და ათობით ათასი ადამიანი გავმართავთ ხელს, დავასახმებთ ოჯახებს გაუჩეთ პერსპექტივას, დაუბრუნებთ იმედის და მომავლის განცდას. ესეც ამნიშნულია. საერთო ინფრასტრუქტურასთან ერთად მთელი სასრეალო ტრასების საერთო სიგრძით ითვლება და იყო 18 კილომეტრი საერთო სიგრძე, ეხლა გახდება ყველა ტრასა, როდესაც მომზადდება 57 კილომეტრი, რაც ნიშნავს უკვე მეოთხე კატეგორიას. მეხუთე კატეგორია არის უკვე ისეთები, სადაც სასტუმრო და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა არის განვითარებული. სოჭის ამას წინ იყო საუბარი, რომ აი ამდენი კურორტები მთის საჭირო ვერ უნდა ისრიალოს. აი ხოლმე ერთი მაგალითი მახსენდება 96 წელს შარდენზე აი მაშინ არაფერი არ იყო ერთმა ჯგუფმა გახსნა მაშინ რესტორანი, რომელმაც იმუშავა მარტო 3 თვე და დაიხურა ვერ იმუშავა. იმიტომ რომ იყო მაშინ ერთი. და დღეს იმ ადგილას არის 100-ზე მეტი რესტორანი და ყველა მუშაობს. და ხედი, აი ეს ძალიან იშვიათია. აქედან რა ხედია? ახო წარმოუდგენელია, ეხლა თეთრუდიდან რო უყურებ იალბუს, უშბას, ყველა დანარჩენს, ასე რომ ყველა ადგილი სადაც ასეთ რაღაც კეთება არის, ასევე მარტო იმისთვის ამოვა ხალხი რომ ეს ხედები ნახო. ძალიან მიხარია პირველად ვარ ამ ნდოლაზე და ძალიან დიდი ცილცლა არის, დიდი ნაბიჯების მივდივართ წინ კურორტების საკითხში და ეს ნამდვილად არა მარტო შეაუნება, ეს დასაქმებიც არის. ძალიან კარგი რა.
დღის მთავარი თემების მოკლიანოს 19 საათზე ჩემი კოლეგა ლაშა ხარაზიშვილი გაგაცნობთ, მე კი 20 საათამდე გემშვიდობებით დროებით.